Fighter out of the blue corner. Please welcome Khayal Aliyev. Bugün də fəxr edirəm ki, mən Azərbaycanlıyam. Hələ yaşayıram, gəlir nəfəsim, vətən uğrunda döyülür nəfsim. Sona qədər ölkəmə bağlıyam, çünki mən Azərbaycanlıyam. Ürəyimdə coşur doğma nəğmələr, vətən sevgisində dəli qanlıyam. Qəlbimdə əbədi kəlmələr, mən fəxr edirəm ki, Azərbaycanlıyam. Ürəyimdə coşur doğma nəğmələr, vətən sevgisində dəli qanlıyam. Qəlbimdə əbədi kəlmələr, mən fəxr edirəm ki, Azərbaycanlıyam. And his opponent out of the red corner. Please welcome Emil Khalilov. Який пора добро пожаловать в дом. Лапу давай разгоним, в нем крапы бетонный в унисон. Трап по районе спит, но курит и не говори. Дикого ты не буди, ведь на районе каждый бандит сидит и помнит, это мотив. За косяки же надо платить, убитый вряд ли будет убит. Неноминированный эрудит копает формулы или же спит. Пойду намешаю кофе в города я одна люблю. Вечером покуролесим, а сата набирает весе. А пока что перелеты, клипы, треки, шмотки для своего народа, для своего народа. Я не слежу за канонами моды, меня не любит и особой погоды. Не делаешь критика или же лавры, мне тупо по барабану. Бада-бум, бада-бум, бада-бик, бада-бум. Это безумная любовь, паразита музыка двору. Бада-бум, бада-бум, бада-бик, бада-бум. Это свобода для души моей и близких пацанов. Бада-бум, бада-бум, бада-бик, бада-бум. Это безумная любовь, паразита музыка. All right, ladies and gentlemen, this fight is 3 rounds for super lightweight division in K1 of Imperium Fighting Championship. Introducing first, fighting out of the blue corner, a K1 fighter holding a professional record of 1 win and no losses. He weighs in 64.5 kilograms and fighting from Azerbaijan, Khayal Aliyev. And his opponent out of the red corner, a K1 fighter holding a professional record of 10 wins and 4 losses. He weighs in 64.5 kilograms and fighting from Georgia, presenting Waco World Cup and European Champion of the World, Emil Khalilov. And when the action begins, your referee in charge, Mr. Navid Safarov. ეხლა კი იწყება ჩვენი ბრძოლა 63 კილოში სუბუქ წონით კატეგორიაში ჩატარდება ეს ბრძოლა და გვაქვს ძალიან საინტერესო ინფორმაცია რომ აზერბაიჯანის წარმომადგენელი ემზადებოდა ტაილანდში როგორც ცნობილი არის ხალილოვი წარმოადგენს საქართველოს, ხოლო ალიევი წარმოადგენს აზერბაიჯანს და ხალილოვზე გვაქვს ის ინფორმაცია, რომ ემზადებოდა ტაილანდში ამ ბრძოლისთვის და ვნახოთ ახლა რას შემოგთავაზებს. კი, როგორც ცნობილი არის, ტაილანდი არის ნომერ 1 ქვეყანა. მაგარი ჯები იყო, ძალიან ძლიერი ჯები იყო. როგორი
ძალიან კარგი გაცვლა ორივე მხრიდან. მომეწონა ესეთი დახვედრა. კარგი მარჯვენა პირდაპირი მარცხენა ჰუკი ალიევისგან. კონკურენტული ბრძოლა საკმაოდ. კი, ბრძოლა საკმაოდ სწრაფად ვითარდება და ვფიქრობ, ბრძოლები არაპირებენ ძალების დატოვებას გვიანი რაუნდისთვის. აი როგორც თავიდან აღვნიშნე, პირველივე წამიდან ეძებენ ნოკაუტს. ჩემი აზრით ხალილოვი ცოტა არ ელოდა ესე წინააღმდეგობას. კარგად დახვდა აზერბაიჯანელი მებრძოლი. კარგი მარჯვენა პირდაპირი და მარცხენა ჰუკი ორივე დარტყმა უზუსტესი, მაგრამ ჩემი აზრით ჩქარობს აზერბაიჯანელი მებრძოლი და მთლად ესეთი აქტიურობა პირველ რაუნდში ესეთ გამოცდილ მებრძოლთან პირველ რაუნდში ესეთი აქტიურობა ჯერ ადრეა ჩემი აზრით, მიუხედავად ამისა ძალიან კარგი ორი პირდაპირი იყო ტანში. კი, და გაბარიტებშიც უპირატესობა აქვს ალიევს, უფრო მაღალი არის და რასაც იყენებს. ჩემი აზრით ხალილოვი ძალიან სახიფათო იქნება ახლოში, ამიტომ ეს გადაადგილება ძალიან უშველის ალიევს. კარგი დარტყმა იყო. შვენიერი კომბინაცია მარცხენა ჰუკი, მარჯვენა აპერკოტი. კი, კარგი შესრულები არის და ძირითადად ხალილოვი დიდ საფრთხეს წარმოადგენს უკვე საშუალო და ახლო მანძილში, სადაც კარგად მუშაობს ხელი. ალიევი ცდილობს, რომ შორტ დისტანციაზე იმუშაოს და ტიპებით ამ დისტანციას ინარჩუნებს, კარგად ისვრის მუხლებს. კონტრშეტევაზე ძალიან კარგად ხვდება ალიევი. თუმცა აღნიშნავდი, რომ სიზუსტე აკლია ამ ბრძოლას. სიზუსტე აკლია. აი, ჩემი აზრით კუთხეში დადგომა და თოკებთან მისვლა საერთოდ არ არის ის, რაც ალიევმა უნდა გააკეთოს. კი, ეს ნაღდათ ალიევს არ ჭირდება, ხოლო დისტანცია. 10 წამი არის პირველი რაუნდის დასრულებამდე და ვცდილობ ცვლილებები არის საჭირო ხალილოვის ტაქტიკაში. დასრულდა პირველი რაუნდი და მე მივანიჭებდი უპირატესობას ალიევს. შესაძლებელი არის კი, მაგრამ თანაბარი პირველი რაუნდი იყო ზუსტი დარტყმების მხრივ. ესე შევაფასო. გამეორებაში ვხედავთ, რომ ძალიან კარგი მუხლის დარტყმა იყო, საკმაოდ ზუსტი. მე გეტყვი იმასაც, რომ საკმაოდ ძლიერი ჯები აქვს ალიევს. ზოგადად მებრძოლები წინა ხელს ესე როგორც აქცენტირებულ დარტყმად არ იყენებენ, მაგრამ მე ეს მომეწონა ახლა ალიევის მხრიდან, რომ ძალიან ბრძოლა, საერთოდ რაუნდი რითიც დაიწყო, იყო ეგ ძლიერი ჯები და აი მეც მომწონს ეგ ძლიერი ჯებები, ძალიან მიყვარს ის მოკრივეები და იმის მებრძოლები, რომელიცაც აქვს განაკეთები ნოკაუტები ჯებით. მე შემიძლია ვთქვა, რომ რასაც ვუყურებდი ალიევი ხშირად დგომს სიცვლის, შეიძლება იყოს ცაცია და ამიტომ იყო ეგ ჯები ესეთი ძლიერი. ანუ ესეთი ფარული ცაცია, ხო? შესაძლებელი არის, საინტერესო ვარაუდი არის. რინგის აი აქაც სიცვლის ცენტრს დგომს. იკავებს. არა, კუთხეში არ უნდა შევიდეს. ფეხი აუცდა, სველი იყო კუთხე. კი, სველი არის და აუცილებლად ეს უნდა მიეხედოს მაგ ამბავს, იმიტომ რომ გრძელდება ბრძოლა და აი ალიევს კუთხემ აუცილებლად უნდა ურჩიოს, რომ ამოძრავდეს. ესეთი გაჩერებები ფიქრობ არ აწყობს. მაგრამ კარგად წავიდა კომბინაციები წინ. კარგად მუშაობს ნამდვილად, აი ახლა უნდა გაჩერდეს, იმიტომ რომ საკმაოდ გამოცდილი მსაჯი არის და აი ძალიან კარგი არის, ოდესაც მსაჯს აქვს სპორტული გამოცდილება. აი მე ვამბობდი, რომ ეს მარცხენა ჰუკი იქნებოდა საშიში. აი აქ მე მჭირდება შენი დახმარება თეონა, ესეთი დარტყმის შემდეგ ანუ აქ უნდა ხდებოდეს ათულა თუ არ უნდა ხდებოდეს? არ უნდა ხდებოდეს. გააჩნია თქო სამოყვარულოზე გვაქვს. აი შენი აზრით ეს შეიძლება ყოფილიყო ნოკდაუნი თუ ეს ასრიალება არ იყო? მაგრამ აი აქ გული მიგზნობს იქნება. წინ წავიდა ხალილოვი, შეიძლება რომ
ესეთი პირველი რაუნდი იყო, ხოლო ტაქტიკის ნაწილი. როცა საუბარი გვაქვს პროფესიონალურ ორთაბრძოლებზე, რა თქმა უნდა, ესეთი დარტყმის დროს დაცვა არ უნდა ხდებოდეს, იმიტომ რომ პროფესიონალური ორთაბრძოლა არის და ანუ საშუალება რომ მიცე, რომ საშუალება უნდა მისცე, მაგრამ აი იმ წესს რომ დაუბრუნდეთ, რა თუ თავში დარტყმის შემდეგ ადამიანი ოპონენტი ეცემა ძირს, ეს უნდა უნიაროს. კი. მანდაც ხო გვაქვს წესები, რომ 3 წერტილი უნდა შეახოს. კი. ძირს რომ აითვალოს. უკვე გადავიდა კონცენტრირებულ დარტყმებზე ხალილოვი და ამას მოაქვს თავისი შედეგი. აი მე აღნიშნე პირველ რაუნდში სიზუსტე აკლდა თქო, ახლა სიზუსტე უკვე ხალილოვის დარტყმებს არ აკლია. ალიევიც პასუხობს, მაგრამ ეგრევე ელოდება. მარცხენა ჰუკი არის ის, რასაც ყოველთვის ატარებს. რადგან მარჯვენა ხელსაწეული აქვს. ალიევი და ხალილოვი კიდე ცოტა მოიღალა, რაც ნუ აი სულ ძლიერი დარტყმების როლა შეუძლებელი არის. საინტერესოდ იცვლება ბრძოლის მიმართულება. მიყავს ხალილოვს, მაგრამ ალიევი ეგრევე უტევს. და ძალიან სრიალებს რინგი კიდევ ერთხელ მინდა აღნიშნო, რომ აი უკვე მეორე ასრიალდა ალიევი ამ ბრძოლაში. კარგი ორი მარცხენა აპერკოტი, მარჯვენა პირდაპირ ჩვენი. აი ამ შემთხვევაში ახლა ეს ბრძოლა რომ ყოფილიყო შიშველ მუშტებზე, ეს იქნებოდა ნოკდაუნი 100% და შეიძლება ნოკაუტიც კი. კარგი რაუნდი იყო. კი, მაგრამ როგორც პირველშივე ალიევმა წაიღო ეს რაუნდი. კი, შეგვიძლია მივცეთ, თუმცა რაუნდის მეორე ნაწილი აქტიური იყო ალიევი. ფინალური რაუნდი გველოდება. ხარჯზე რომ მეორე რაუნდი იყო. აი შენ რომ იყო ახლა ალიევის კუთხეში რა არჩევას მიცემდი, როგორ უნდა წაიყვანო ბრძოლა რომ გაიმართოს? იცი რა არის, ჩემი აზრით ამ ორი რაუნდიდან გამომდინარე ალიევი იგებს. ჩემი პერსონალური ფიქრობ რომ ალიევი აი მე მაგაში მივცემდი იმას რომ ის მარცხენა ჰუკი რასაც საშიშად ატარებს უფრო მეტი გადაადგილება დაამატოს და ეგ მარცხენა ჰუკი არ გაატაროს და ეს რაუნდიც მოგებული იქნება. ჩემი აზრით ძალიან მარტივად შეუძლია რომ ეს გააკეთოს დისტანციის შენარჩუნება და ფეხებზე მეტი გადაადგილება ოღონდ რა თქმა უნდა მიმართულების ხშირი ცვლა რომ ვერ დაეწიოს ხალილოვი. თუმცა ხელებზე ბევრად ზუსტი არის. ხელი არის იატაკი. ხალილოვი. კი, უკვე მესამე ასრიალდა ალიევი თავის კუთხეში და კი, იატაკი არის მოსაწმენდი. აი ხალილოვის ზუსტე გამოიხატება ხელებით გაცვლაში. როცა ესეთი აგრესიული არის მეტ, ოკეი, ჩემი აზრით, იმიტომ არსებობს ეს დარტყმები კიკბოქსინგშიც, კრივშიც და ყველგანს აი სტეპი, რასაც ქვია, გვერდზე გასვლა და ამ ესეთი აგრესიული შეტევის ჩახშობა. ეს უნდა გამოიყენოს ალიევმა. აი ეს იქნებოდა ჩემი რჩევა. ფეხებით კარგად აჩერებს ახლა კი, ფეხებით აჩერებს, მაგრამ ხელების სიზუსტე საკმაოდ კარგი აქვს ხალილოვს. ხალილოვს ახლა უშველის გააქტიურება და მხოლოდ ესე ტანკივით წინ სიარული მე გეტყოდი, იმიტომ რომ შეიძლება ესე ქულებით ალიევმა. კი, აი ჩემი შეხედულებით მთლიანად გადავიდოდი ფოკუს გადავიტანდი ხალილოვის ფოკუს ხელებზე. ახლა მარცხენა მუხლი გაატარა, მინდა გითხრა როძიში ხალილოვმა. ეს კარგი აფეთქება იყო, მაგრამ ესეთი აფეთქება სჭირდება მეტი, რომ შედეგი გამოიღოს. როგორი კარგი დარტყმა იყო და პასუხიც დანადო. წუთ ნახევარი დარჩა ბრძოლის დასრულებამდე და რაღაც უნდა მოხდეს იმისთვის, რომ საჯებმა ამოავლინონ უკვე გამარჯვებული. ხალილოვს სჭირდება აი ამ კუთხიდან რომ არ გამოუშვას და აფეთქება, სერიული აფეთქება სჭირდება. რინგის ცენტრში მუშაობა ნამდვილად არ აწყობს. კი, მაგრამ თავისთავად ენერგია არის საჭირო ამისთვის. მე შეიძლება უკვე მესამე რაუნდში ხალილოვს გადაგაგოს.
კარგად უშლის შეტევებს ალიევი მინდა გითხრა რა. კი, გაჩერების ფეხების თანავე, ხარჯზე. ხო, კარგად ასწრებს. აი რაღაც ხარილოვი შეგვიძლია დაიწყებს თუ არა? ცუდად მისადგომი არის ხო რაღაცნაირი ხლართ. ალბათ ეს ხო, უფრო ხო, ხო, კი, მოჭიდავეს ახასიათებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ესე დავახასიათებდი კაერთის წესით ბრძოლებში ალიევს. აი მიუდგომელი არის ძალიან. აი არ იცი საიდან დარტყმა მოდის. ხელი, ფეხი, მუხლი. 30 წამი დარჩა და აი თუ შეუძლია ეხლა უნდა გააქტიურდეს. მე ახლა ხალილოს ვურჩევდი, რომ ერთი მარცხენა ხელით და მარჯვენა ოვერჰენდი ეცადა. კი, დაგეთანხმები, რაღაც მარტივი ფინტების გარეშე. კი. სწორედ ეს ფინტები ალიევის უბრალოდ ვაბანკზე უნდა წავიდეს. კი, მაგრამ შეიძლება საჯების შეხედულება განსხვავდებოდეს და ჩვენი შეხედულების აბსოლუტურად, ნამდვილად. რადგანაც როგორც კი სხვადასხვა სისტემები არსებობს დათვს. მესამე რაუნდიც დასრულდა ამ მასობაში და დასრულდა ჩვენი ბრძოლა. ძალიან საინტერესო იქნება, რომ თუ როგორი გადაწყვეტილებით დასრულდება ეს ბრძოლა. ჩემი აზრით, ხალილოვი უფრო ზუსტი იყო, რაც ხელებს ეხება და ზიანს, მაგრამ ფეხების დარტყმა კონტრატაკებში ალიევმაც კარგი დარტყმები აჩვენა. დაველოდოთ საჯების გადაწყვეტილება. დარტყმის სიძლიერესაც საჯების თვალში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება სამი ძალიან ისეთი სუსტი დარტყმა გააკეთო და ერთი ძლიერი გაგიკეთოს ოპონენტმა და ის უფრო ბევრად ეფექტური გამოჩნდეს, თუნდაც გინდა შენ მოწინააღმდეგეზე როგორც იმოქმედებს და გინდა როგორც საჯების თვალში დაინახავენ. ვფიქრობ, ჯამური ნახატი ბრძოლის ასევე უნდა იყოს გადამწყვეტი, ანუ რაზიანი მიაყენეს ერთი, სუსტი დარტყმები, აქტიურობა, ბოლო რაუნდიც ასევე და ეხლა დარტყმების სიძლიერე რთული არის ესე გავზომოთ, ხო, ანუ თვალით თუ დავინახავთ ეხლა რამდენად ძლიერად დაარტყა, მაგრამ დარტყმის შემდეგ ეხლა ოპონენტი ადგილზე დგას უკან ნაბიჯს აკეთებს თუ წაიქცა, ეგ უკვე მარტივი დასანახი არის. ელოდებით საჯების გადაწყვეტილებას. ალიევმა იმუშავა არა მარტო ბრძოლაზე, არამედ თავის იმიჯზეც. შეიძლება ისე მოხდეს, რომ წესები ითვალისწინებს დამატებით რაუნდს. აი შეიძლება ესეც მოხდეს, ამიტომ დროშის ჩამოხსნა და სათვალეების იქნება საჭირო. შეიძლება ნაადრევი კი, ცოტათი ნაადრევი იყოს კი. კუთხეში მიდი, ალიევის კუთხეში უკვე აღნიშნა მიდის ჩემი აზრით. სხვადასხვა ეს ფსიქოლოგიურად არ არის კარგი. კი. ეს არ არის კარგი. ეხლა თუ დაუმატეს რაუნდი, თავის გეგმები მთლიანად ჩაეშლება. კი, დაკარგული. ფოკუს კარგავს უკვე. იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ აი სავარაუდოდ ეს მოხდება, რომ მეოთხე რაუნდი. ხალილოს ხელთათმანებით არ გაუხდია ჯერ და მე მგონი ხომ საჯების გადაწყვეტილებას ელოდებიან რაუნდის დამატებასთან დაკავშირებით. აჰა. კი. ნუ ფოკუსის დაბრუნება იქნება საჭირო რინგზე და როგორც აღნიშნეთ, ლამაზი სათვალების გადადება გვერდზე. Ladies and gentlemen, after 3 rounds, we go to the judges' scorecast for decision. The judges call this contest for the winner, Kaya
Aliyev. ხალი ყოფილვარ ლაშა. ალიევი. ნამდვილად იმსახურებდა ამ გამარჯვებას. როგორც აღნიშნე, სხვადასხვა კრიტერიები არსებობს ბრძოლის შეფასების, ამიტომ ჩვენ ვენდობთ მსაჯებს და მივცეთ გამარჯვება აზერბაიჯანის წარმომადგენლებს. ერთ მხრივ ეს ძალიან კარგი არის, როდესაც ესეთი გადაწყვეტილებები ხდება. Çok xoşbəxtəm ki, uzun illər sonra peşəkar döyüşə yenidən başladı. Bu mənim üçün ilkdir. İnşallah ki, sonuncu olmayacaq, ardı gələcək, başqa liqalarda. Gələn hər kəsə təşəkkürlüyümü bildirirəm. Hamının ayaqları var olsun. Qonaqlarımızın hamısını salamlayıram. Çox sağ olsunlar, vaxt ayırıb gəldilər. Qardaş, Gürcistanlı idmançı dostuma da təşəkkür edirəm. Çox gözəl idmançı idi. Çox sağ olun Gürcistan!